ჯო. ოუ, დავწვი ახალი პაგრიში. Dialog. Wow, რა ხედები გვაქვს. დავწვი ბორბლები ჩემი. რატო ვერ ახვედი? ა? ვიბუქსავ იმას. სა, ციცი. მილი რო იყო. იანაირად ის. დავწვდი მხრიდან მოვდიოდი. აი ბორბლებია შესაძლოა. ასე ახლა. იგი ამიტომ ჩეკიე. გეუნე ბენზინის ბრალი არა აი. რატო დავაწყობდი და ბაქცინარი. ათი მიიყვანი. ოუ, ამ გზაზე? ჭვაგიდან საადე? რა რაღაც ხალხო დაეკა. წი. ოპა, დაიმფრასიმო. ეს უკვე მონასტრიდება იყო, აქიდან ასე. ბიჭო, გველები არ იყოს, იცოდე, თორე მაგრამ ეშინია მაგათ. გველები. არის გზა? არის გზა? ორა ჯობია სუთა ჰაერ სიმონ. ოპ, ხილად ხებო. ესა ჩემი ახალი სარკეები, ვინც არ იცით, დავატუნინგებ. პროსტა ნახე რა სილამაზეა. აი მენა უხდება რა მოპედს. ეხა მინდა აქ ფარები, აი აქ განათება მინდა, აქიდან განათებები მინდა და ეგაა რა იდეალური იქნება მე. წავით. ჩამოვჩიციმო. არა უშავს დაგველოდები. იდეაში მე აფსარგებში გზადეც დიდად ვერაფერს ვერ ვხედავ, მაგრამ ასე თუ ისე გამოგადგება ხოლმე რა. ვიზუალს უმათეს რას თავი. რაღაც გამოვედით. ბიჭო, ეს გზა საიდან ამოდიოდა, ვით? ეს იყო ოფროუდის გზა. ჩვენ ვაფშე სხვა გზა. Oh. პირდაპირ ალბათ და გადავალ სადმე. აი სიმონ. და მე ვენდობი ჩემ გიც რა, საიტაც მიდის. იქით მივდივარ მე. დავაია ბორბალი არ გაგვიხეს. თორე აკარა გონია ვინმე მოვიდეს.
გადასულიყავი ეს რთული გზები. ახალი გარეცხილი ყავს და ადრიფტავებდი? საი ანუ იქით გააგნებს რა უეჭველი ვიცი რომ ხალხს გავა, მაგრამ უკანა გზაზე ამ მოსახლეებში რადგან გამოაგნებს ეგ თulis საკითხი რა. აი ჩემო ძმაო, რო არ წამოხვედი, მინდა გითხრა რომ ძალიან ბევრი რამ დაკარგი ამ ერთი არ წამოსვლით. აქ ღობეა, ვიღაცა შემოუკავებია. ესეთი ღობე გაუკეთებია ჩემიაო ეს ტერიტორია. იდეალური ადგილია რა. განტვირთა თუ გინდა, ქალაქიდან უნდა გამოხვიდე ცოტა. ვიღაც აგაზავებს და აქაც ისმის ხმა. აი, ისა თემქა, აი იქ მაღლა. სხვა. ანუ ერთი 40 კილომეტრი ხო იქნება? რა. 40 აქედან იქამდე, თემქამდე. დაახლოებით 40 კილომეტრში. აი ესეთი ულამაზესი ადგილები. კილომეტრზე მეტი არა წამოვიდი. არა, არ ყოფილა თურმე 25 კილომეტრზე მეტი. საით? პირდაპირ მე მგონი, მაგრამ ასე უკეთესი გზა არის. აუ საკმაოდ ბევრი მწერები არიან. წინავენ. არ მინდა რომ აუ სადაც ჩაფუჭი შემოქმნიდნენ. სხვადასხვა მანქანის დასიარულეა და ალბათ დადიანა. ოფროუდის მანქანები. ჩვეულებრივი მანქანა არ ამგონია, აქ ვინმე მოიყვანოს. აქ ნადრიფტავებია, მე მგონი რა არის, წრეები აქ მოხალხე. და ხა და არა არის რა. სიტა ფასაზე გავდივარ შეგეძლო. ოქროს გასა არ მინდა. მაშინ გადაუხვიო სხვაგან. ხოდა გადაუხვი. ავიდა ჩვენი კიდე ეს გულდებს. გეზე. კი გასა. შეშავთავ. საღო ბეჭვა მაგარი გზა გააძრე. მაგ მან ამყოფი ვარ მე მგონი. ოღონდ იქიდან. როს მიდრიფტავებს. აგ ერთი რო გაგექცეს გაზი. ჩათვალე ტორმოზები არ გიჭერს რა, იმიტომ რომ ხრეშიანია და ვისაც ორგულიანი უტარებია. და მე თანხმება რომ ხრეშიანზე ტორმოზის დარტყმა 99%-ით აწეულია. ნუ არის ამასაც სწორი ტექნიკები რაღაც. ორმუზები რა პროცენტით როგორ რომელი არა მაგონები არა რა ჩვენები და ჩავიდე ნაგი კაცი ჩვენნაირად გამოსულია დოდის იგარი გამოყვება ალბათ მე რო ვიყო გავყვებოდი დაველოდოთ, მაინტერესებს რას იზამს. კაი გადასვლა იყო, არა არ გამოგყვა, როგორც ვთქვი, ვარჯიშობს ოფროუდში. აი, ძიძის ლენებს. ესე
კი მარტო ჩვენ არ ყოფილვართ აქ. მაგრამ ის რიქიდან მოდიოდა, თორე კითხვარი გძებ. არა, ყოველთვის ენდეთ თქვენ გიც რა. შეგირჩევა. ხება ეს. არადროს შეიტანოთ ეჭვი თქვენს გიცში. წინა მოგზაურობაში მოფეს რა ვთქვი რომ უფრო რთული გზებით მე არა რომ გამეგო მისთვის შესაძლებლობებიდან. ხო და მე რაც რაღაცეები მოვტეხე, სარკეები ბორბლები მოცვალე და რაღაც პატარა ხელი შევავლე. ახლა მენანება და ვცდილობ რომ მარტივი გზებით გადავიდე გულ ადგილებში. არა ბეჭა ისეთი გზები დადის. გაჭირდება, ანუ ასე რომ წავიდე, იქიდან ავხტე და ეგერ გადავალ. ეგ შემიძლია, მაგრამ მე აქედან მარტივ გზით ასე წავიდე. გავაგზავნებ ესია რომ სანამ არ გავიჭედებით, მივდივარ პირდაპირ. ადგილებია, მინდა გითხრათ. აი ბალახიც არის ძალიან სული, 40 დასარტყმელად. ანუ შეიძლება იფიქრო რომ სწორი ადგილი არის. გას მივცე, რაღაც შეიძლება აფიქრო, მაგრამ მიწოდე რომ უჭელი მოგაცილებს რა. აი ახლა გონი აქედან უკეთესი იქნება. ხეებში შესვლა. მაინც იქ გამოვდივარ. და უფრო სიგრილეც იქნება. ამერია? არა, მე არასდროს მერე ვაგზები. აი, ოპ. გზები დავახდეთ. საბოლოო წერტილი. ცოტა გადაგვიწვა ბეჭვას მოპედი. რაღაც ელექტროები სუნი წამოიღო. ბეჭველი რაღაც დაიწვა. მაგრამ მაინც ქაჩავს რა. ანა ის საბურავებზე ყოფილა ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული რომ საფხულის საბურავები თავად გამოსულ. ხოდა ბევრ ადგილას რა. ძალიან უჭირს სიარული. ამიტომ ზავს ადგილებში აუცილებლად უნდა კონდეს შესაბერისი საფურავი. მე და ტბა მეგობრებო. ეს რა თქმა უნდა არსად არ ჩაისმევა. გუილა ვიღებ. მოკლედ ესეთი გამოვიდა რა. სადაც არ უნდა გახვიდეთ ქალაქგარეთ. ზავს ადგილებში ყოველთვის გამოვა საინტერესო და დღეს ჩვენ ცოტა მომზადებელი წამოვედით, რადგან ვაფშე არ იყო დაგეგმილი. მაგრამ მაინც განტვირთვა ასწორებს. შეგვეძლო ანკესებით წამოგვეღო, უბრალოდ ნამდვილად არ ვაპირებდით ტყაზე ამოსვლას, იმიტომ რომ არც ვიცოდით რომ იყო. უბრალოდ მოდიოდით მონასტერში ავიდეთო, შემდეგ ეს გზა ვიპოვეთ და გამოვყევით რა. ხო და აი რო წამოგვეღო კიდე დავიჭერდით ენურად ბაყაყებს, რომად არიან, მათ ალბათ გესმით. აი ვიცი, ავსინჯავდით დელიკატესიეთან. ბაყაყები შამპურზე. დიალოგი. სიწყნარე, სიგრილე, პროცეს ბაყაყები ვერ გავაჩუმეთ რა. ჩემმა ბლოგერმა ძმამ ძაღლი ვერ დაუტოვა ვერავის. ხო და ვერ წამოვიდა, თორე ძალიან საინტერესო
ისტორიებს მოგიყვებოდათ ამ ტბის შესახებ. იმედია დაუძახებენ ახლა ამ ნაგაზს. ეს აშვებულია ის და ისა. დაგიბუქსავეთ. გაზიწამდე. არა იქ არ დააბუქსავო. დაუ ტყუილად მიხარო და რა ვქენი დაღლები ჩვენ მოგძევენ ცხენები ჩვენ მოგძევენ აი hello ეს ტრასა იყო ეხა სასიარულო და 20 წუთიო და მეჭომ რა ამბავია 20 წუთი მოკლეგდა ვიდეო და აქ დადმატა